როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს გავშალოთ მის ფიქრებზე, რას ფიქრობს. და რა თქმა უნდა, ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, რაც ძალიან სიამოვნებს და ჩემს არხს უფრო მეტად ეხმარება განვითარებისთვის და როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი. ნახოთ რა ჩქარობს. ბედნიერება და ვარსკვლავი ძალიან კარგის მანიშნებელია. მე იმედი მაქვს, რომ თქვენი ჩანაფიქრები ახლო მომავალში თუ არა სამომავლოდ შორტ პერსპექტივაში კარგად აგიხდებათ, აგისრულდებათ, მოკლედ. რას ფიქრობს, რა ენერგიებშია თქვენთან დაკავშირებით? განაწყენებულ ენერგიებშია, რას ფიქრობს? თავარი ენერგია არის ის, რომ ის რაც შეიძლება ადრე კარგად იყო სიტუაცია, ახლა არის რაღაცა უიმედო განწყობა აქვს. თუ თქვენ უსიამოვნო სიტუაციებში ხართ, მაშინ იცოდეთ, რომ ეს გაშლა არის თქვენზე. მაგრამ მთლიანობაში თქვენ სიმართლე თქმა უნდა ემოციურად არის განწყობილი, იმისთვის თქვენთან ურთიერთობა არის უმნიშვნელოვანესი, თუმცა რატომღაც ძალიან გადაწურული აქვს იმედები და რატო აქვს გადაწურული იმედები არ ვიცი, ხო აი ბედნიერებასთან დაკავშირებით, თუმცა გრძნობას რაც შეეხება მე მაინც თამზე წამოვიდა. ძალიან კარგია. თუ თქვენ გაქვთ იმის კითხვა, აქვს თუ არა გრძნობა, მე გეტყვით, რომ ზოგადი გაშლების მადლით აქვს გრძნობა და ეს მთლიანი სიტუაცია, რაც ხდება უსიამოვნო ახლა, რასაც მე ამის ფიქრებში ვუყურებ, გრძნობასთან არანაირ კავშირში არ არის, მაგრამ არსებობს სიტუაციები, საიდანაც გამოსავალს ვერ უყურებს, გული წყდება. ენატრები. კიდე რას ფიქრობ? აქტიურობაზე ფიქრობს თქვენს მიმართ, რომ გადმოდგას აქტიური ნაბიჯები, კონკრეტულად ემოციური, სიყვარულით სავსე, რომ ურთიერთობა დასტაბილურდეს, ძალიან უნდა თქვენთან ურთიერთობის სტაბილურობამდე მიყვანა. კი, ძალიან უნდა ხელს რა გიშლის. თუმცა პირველივე მისი ენერგია არის, რომ უიმედოდ არის განწყობილი. სიტუაციურად თქვენ მოიგეთ ახლა რა როგორ შეიძლება იყოს. რა გიშლის ხელს ამაში? იმიტომ რომ ყველაფერი რიგზი აქვს მაგ კუთხით და რა გიშლის ხელს? არ გესმით თქვენ ერთმანეთის და კომუნიკაცია არის დარღვეული. კრიზისი აქვს, მარტოობის შეგრძნება რომ არის სმენ, ანალოგიურად შეიძლება შენც ასეთი დამოკიდებულებაც გქონდეს და შეგრძნება. თქვენ მე ამ შინაურულად ამას ვეძახი ერთად რომ მიჩანჩალებს ადამიანი, ან მიჩანჩალებენ ერთად ადამიანები და მაინც ერთად ხართ და გამოსავალი რაღაცა ხო უნდა იყოს, არა და არის გამოსავალი თქვენ სიტუაციაში. გამოსავალი ნამდვილად არის. არ გადაწუროთ არანაირი იმედი. უბრალოდ რომელიღაცა უნდა დათმოს. მე აქ უყურებ რომ არც ერთი არ დათმოს რომელიღაცადან. ან ერთად უნდა მოხდეს, ერთადაც არა. ცალკე ხო გამორიცხულია, ამიტომ ხო, აი სიტუაცია ძალიან კრიზისშია, არ ვიცი რა, მოკლედ გათოვდა მოულოდნელად ახლა ივლისში რომ თოვლი წამოვიდეს და დაიყინოს ყველაფერი, აი ასეთი მდგომარეობა და სიტუაცია აქვს, ასეთი შეგრძნება აქვს და ხელს უშლის ზუსტად ეს მომენტი. თქვენზე რამე არის დამოკიდებული? არა, დამოკიდებული ერთადერთი, არა არის დამოკიდებული, არც უნდა იყოს არაფერი დამოკიდებული, მე აქ გიყურებთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება მიღებული გააქვთ, ან დააფიქსირეთ ეს მომენტი და არ უნდა გადაუხვიოთ, არ უნდა მოგილბეს გული არავითარ შემთხვევაში. და კარგად უნდა დაფიქრდეთ, მიცეთ თუ არა ადამიანს შანსი მიუხედავთ ყველაფერს, როგორც ვთქვი, რომ გრძნობები ნორმაზეა, მაგრამ მე არ ვიცი აქ. გრძნობა თუ უშველის ამ დამოკიდებულებას, რომელიც გაქვს ახლა და ამ მომენტში, თუმცა დააკვირდი შეინარჩუნე შენი სიმკაცრე. ეს ადამიანი არის სუსტი. ეს მამაკაცი არის სუსტი, რა კუთხით? რაღაცები დიდი ხანი რომ უნდა გააკეთო, არ აქვს მშობა კონკრეტულად რა სიტუაციაში, აი რაღაცა ხელის მისათითებელია, ჯერ ესე ნელა მიუთითებ, მერე უკვე მუჭს ითხოვს და რაღაცა ამდაგვარი უკმაყოფილება არსებობს თქვენს ურთიერთობაში. შენ უფრო მეტად ყოჩაღი ხარ, მეტად შეგიძლია შეხედო და განჭირდო სიტუაციას ძალიან კარგად და შენ ხარ ისეთი მოკლედ ყველაფერი იცი. თუ ახლა მოგინდება თვალების დახუჭვა და თავის გასულელება, ეს ყველა შეგვიძლია, მაგრამ შენ ყველაფერი იცი. ამიტომ მოქმედ აქედან გამომდინარე, რადგან შენ უკვე ყველაფერი იცი, გინდა თუ არა მოქმედება, დახუჭებ თუ არა თვალებს უკვე შენზეა დამოკიდებული. ხო ბატონო, ხო.
ნახოთ აბა ერთი რამე შეიძლება აქედან შეიცვალოს უკეთესობისკენ. მზეც ნენელა გამოდის, ანუ უჭირს, ანუ უკეთესობის ცვლილებები ანუ შესაძლებელია რა თქმა უნდა, მაგრამ თან ეს ფორტუნაც რომელიც იყო, როგორც გამოიდარეთ, ისევ გონი მზისათვალე მჭირდება. ყველაფერი კარგად იქნება მაინც. ხან ისე იქნება და ხან ასე. დრო ჭირდება ყველაფერს, დრო ჭირდება, მაგრამ ნახე, აქ რა არის მთავარი პრობლემა. თუ ელოდები რომ ადამიანი შეიცვლება და რაღაცა ქცევის მოდელს შეცვლის, ან მოკლედ რამე რაც აქ შესაძლებელი ხა თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე, მოირგეთ, იცოდეთ რომ როგორც არ ცვლი და კაი ხანი არ შეცვლის. დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ. ისე დაკარგვა არ უნდა. ძალიან არ უნდა დაკარგვა და ეცდება რომ ყველაფერი კარგად იყოს და სხვათა შორის მზემ რო ვიძახია, მზემ დააბოლოვა ეს ყველაფერი. ამიტომ თუ თქვენ გეშინიათ რომ დაკარგავს ადამიანი, დასაკარგი არ დაიკარგება არასდროს, დამკარგავი არასდროს არ დაკარგავს, არ ნერვიულო, მოეშვი ამ ყველაფერს და ყველაფერი კარგად იქნება მაინც. თქვენ ხო ყავთ თქვენი თავი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არც არ შეგეშინით, სხვა შორის მინდა და ჩამეწერა. აი, უამრავი შეტყობინება მოქვს და გოგოებთანაც ხომ აქვს ურთიერთობა და აი ეს ახლა გამოვიდე და მარტო ჩემი აზრები ვილაპარაკო. რაღაცნაირად არ ვიცი, საიდან დავიწყო ესე პირდაპირ და დღეს მეფიქრებოდა, რომ გეგონება და ყველაფერი ვიცით, მაგრამ აი გვერდიდან რო უსმენ ძალიან ისეთ პატარ-პატარ რაღაცებს იჭერო, ნებისმიერ უსიამოვნებას ჩაეხსნებ და ნებისმიერ ურთიერთობას ჩაეხსნებ, რომელიც არის უსიამოვნო. ნუ მაინც პრობლემა გახდა დღესდღეობით ადამიანებთან ურთიერთობა. როგორც არ უნდა ვთქვათ, როგორი ბანალურიც არ უნდა მოგეჩვენოთ ეს ყველაფერი, გინდა გაშლები იყოს, გინდა ურთიერთობა, თითქოს ყველაფერი ვიცით, მაგრამ შედეგი ის არის, რომ არავინ არაფერი არ ვიცით მაინც და სწავლა სიბერემდია. მე კი ყველას გელოდებით კომენტარებში.